ამ პატარა მოწყობილობას, რომელიც ხელში მიჭირავს და რომელიც სინამდვილეში დროის რელესს წარმოადგენს, შეუძლია თქვენი ფრინველების კვერცხდება გაზრდოს 100-150%-ით ზამთრის სეზონზე. თუ როგორ და რატომ ხდება ეს, ეხლავე მოგახსენებთ. ზამთარში მოგახსენებათ, ქათმები დებენ ბევრად უფრო მცირე რაოდენობას კვერცხისას, ვიდრე გაზაფხულზე და ვიდრე ზაფხულში. და ადამიანების უმეტესობა ადანაშაულებს ამაში სიცივეს. მაშინ როცა რეალურად სინათლეა მთავარი დამნაშავე. ზამთარში ამავე დროს მოკლე დღეს არის. სიცივე ეს ჩვენთვის არის დიდი დისკომფორტი, თორე ქათმებისათვის არც მაინც და მაინც. დიდი ცოტა მეტი ენერგიის კარგვა იყოს და ამის გამო ცოტა მეტი საკვები მიირთვან ფრინველებმა, მაგრამ რაც შეეხება მოკლე დღეს, ეს მოკლე დღე ბევრად უფრო ცუდია კვერცხდებისათვის. სინათლე ხვდება თვალებზე და შესაბამისად აღიზიანებს ჯერ თვალის რეცეპტორს და შემდეგ თავის ტვინში ჰიპოფიზსაც. უფრო მეტი გამოიყოფა ჰორმონები FSH და LH, ზუსტად იგივე ჰორმონები, რომლებიც ადამიანს აქვს, ფოლიკულმასტიმულირებელი და მალტიინზირებელი ჰორმონები და იწყება ფოლიკულის ზრდა. ეხლა, როცა დღის სინათლე 12-13 საათზე ნაკლები დროით არის, ამ ჰორმონების კონცენტრაცია ეცემა, კვერცხდება, ჩერდება, ან მკვეთრად მცირდება. ეს ბევრად უფრო ძლიერი მექანიზმია, ვიდრე თავად სიცივე. ტემპერატურა არის მხოლოდ და მხოლოდ მეორადი ფაქტორი. ეხლა რა ვქნათ, რომ ეს ფაქტორი გამოვრიცხოთ. ამისათვის უნდა ავიღოთ დროის რელე, მასზე შევეერთოთ გამანათებელი და დროის რელე დავაყენოთ ისე, რომ გაანათოს დილის 2 საათიდან, ანუ ღამის გნებავთ ღამის 2 საათიდან დილის 8 საათამდე, მერე უკვე მზე ამოდის და ამისი ჩართვა, სინათლის ჩართვა და ზედმეტი ელექტროენერგიის ხარჯვა არ არის საჭირო. ეხლამდელი LED ნატურები მოგეხსენებათ, ძალიან ცოტა რაოდენობა ელექტროენერგიას მოიხმარენ და ეს კი საერთოდ თითქმის შეიძლება ითქვას, რომ ნულია ამისი ხარჯი. ამიტომ თუ თქვენ დღის ხანგრძლივობას ქათმებს გაუკეთებთ, სინათლის დღის ხანგრძლივობაზეა საუბარი, რადგან 16 საათს კვერცხდება მოიმატებს მკვეთრად. დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, რომ ეს ეფექტი შეამჩნიოთ. 2 კვირაში კვერცხდება მკვეთრად მოიმატებს, ხოლო როდესაც თქვათ დღის ხანგრძლივობა ამის ხანგრძლივობას გადააჭარბებს, თქვათ ეს გაზაფხულის ბუნიობის მერე 21 მარტის მერე ხდება, სადღაც აპრილის შუა რიცხვებიდან ეს შეგიძლიათ გამორთოთ. ხოლო მანამდე შეგიძლიათ უბრალოდ შეამციროთ, ანუ დღე რაც უფრო ადრე დაიწყება, რეალური მზის ამოსვლა რაც უფრო ადრე დადგება, აქ ხანგრძლივობა შეიძლება შეამციროთ და ისეთნაირად გაიანგარიშოთ, რომ ვიმეორებთ 16 საათი გქონდეთ ქათმებს დღის სინათლე. და ეს უნდა იყოს იქ, სადაც საკვები და ერთი ნატურა არის საკმარისი, სრულიად იქ, სადაც საკვები და წყალია. ეს რაც დღეს მინდოდა მეთქვა, მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.